27 დეკემბრის საქველმოქმედო ღონისძიება ორგანიზატორი საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის მხარდაჭერები TV+, საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის საპატიო წევრის და ორდენის კავალერის და წარმომადგენლის გერმანიაში ნოდარ ბაგრატიონის ინიციატივით და ფინანსური დახმარებით წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე ოქროპირიძის ლოცვა კურთხევით ტელეკომპანია პლუსის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს და ამ რთულ დროს, როცა ადამიანებს უჭირთ დაპირისპირების ზღვარზე მყოფ საქართველოს საზოგადოებაში ყოფნა გვინდა. მაგალითი მივცეთ სიკეთის მოყვასის სიყვარულის მზრუნველობის გაძლიერებას. ჩვენი ჟურნალისტი გოჩა ჭკადუა იმყოფებოდა ბაგრატიონების ოჯახში, სადაც ჩატარდა ღონისძიება და გადაწყვეტილ იქნა დახმარებოდნენ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს და გადაეცათ მათ საახალწლო ნობათი, ასევე საჩუქრები. თქვენ კი ვრცლად სიუჟეტში ნახავთ. სამები პირველ რიგში რომ წარმოგიდგინოთ თქვენი თავი. გამარჯობათ, მე გახლავართ მამუკა ბაგრატიონი, საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის და ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი და ჩვენი ფონდი აგრეთვე დინასტიური კავშირის ბაგრატონთა სახლის ნამდვილი წევრი და ინფორმაციული განყოფილების ხელმძღვანელი. სხვა რეგალიებს აღარ ჩამოთვლი. და ესე იგი დღეს გვაქვს ჩვენ საქველმოქმედო ღონისძიება, რომ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ, რომელსაც ახალი წლისთვის გავაკეთოთ ეს საჩუქარი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი ფონდის ორდენის კავალერს და წარმომადგენელს გერმანიაში, ვინც ესე რომ ვთქვათ, მოგცვა შესაძლებლობა რომ ეს ღონისძიება გავუკეთებინა ნოდარ ბაგრატიონს, რომელიც გერმანიაში იმყოფება და არის ჩვენი ფონდის წარმომადგენელი. და აგრეთვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ დავით მჭედლიძეს, რომელიც დაგვეხმარა ჩვენ, მანაც დახმარება გაგვიწია და ყველას აბსოლუტურად მთელს გუნდს, ვინც ესე იგი მოვამზადეთ ეს მამა იოანეს წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარს, რომელიც ფაქტიურად მისი ლოცვა კურთხევით კეთდება და ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ტენდენცია იმ დროს, როდესაც ესეთი პოლარიზებული არის ქვეყანა, ამ დროს აი გავაკეთოთ იმის სტიმული მივცეთ ადამიანებს, რომ ურთიერთთანადგომის, გვერდში დგომის, მოყვასის სიყვარულის და აკეთონ სიკეთე. აი ეს არის ძალიან დიდი ჩვენი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით პირველ რიგში რომ წარმოგიდგინოთ თქვენი თავი. მე გახლავართ კალაშვილიშვილი, ბატონი მამუკას მრჩეველი და ფონდის წევრი, ასე ვთქვათ, ფონდის ორგანიზატორი. შეიძლება დღევანდელ ღონისძიებას. დღევანდელი ღონისძიება ეს არის, რა თქმა უნდა, მცირედი ძალიან და ძალიან სიმბოლური, მაგრამ ამ სიმბოლურობას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ხალხო. ბატონი მამუკას თქმის არ იყოს დღეს, როდესაც ქვეყანაში ესეთი ვითარება, როდესაც ასეთი პოლარიზებულია საზოგადოება, იქნებ ჩვენ მივცეთ მაგალითი ქართულ ხალხს, რომ პატარა, რაც შეგვიძლია, ოდნავ სიკეთე და სიყვარული ვაჟღოთ ერთმანეთს. ვიმყოფებით წმინდა ადგილას, წმინდა ტაძარი, ეს გახლავთ წყნეთის დედა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომლის წინამძღვარიც გახლავთ მამა იოანე და ჩვენ ამ ტაძარში ვიცით რა როგორი სიტუაცია არის, ადამიანები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ და არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში,
და გვინდა რომ ახალწელს შევხსნენ და გქონდეთ ეს დახმარება შევარჩიეთ ტაძარი, სადაც მობრძანდებიან და აქედან წაიღებდნენ, რომ მათ უხერხული მდგომარეობა არ შეექმნათ, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ხო იცით უჭირთ თავიანთ გაჭირვებაზე საუბარი და ისე გავაკეთეთ ყველაფერი მამა იოანეს კურთხევით და ესე იგი მოვიფიქრეთ ისე რომ ეს ყველაფერი საქართველოს სამეფო და აი ეს არის ყველაზე მთავარი რა, ეს არის ყველაზე მთავარი ტაძარში მოვიტანეთ და აქ მოგზანდებიან ის ადამიანები და დედავები გადასცემენ მათ ამ პატარა დახმარებას ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ახალ წელს ნორმალურად შეხვდებიან, ეს უკვე იმდენად დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, აი დამეთანხმება ბატონი ხახა და აი აბსოლუტურად ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა ადამიანებს ვახარებთ. ნამდვილად, მოგეთანხმებით. თქო, ეს არის დიდი ბედნიერება ადამიანის სამწუხაროში. ის არის, როცა თავის მიერი აკეთებული რაღაცა პატარა საქმე სხვა ადამიანის სახელზე სიხარულს და ბედნიერებას დაინახავს. ყველი ყარა შექმნას შედევრები ნაკისრებს. ნობათი, სახალხო ნობათი. მოგილოცავთ ამდენს ძალიან სიკეთე საზოგადოებისთვის და მართლა დიდი ხვაწლია რომ ასეთ სიკეთეს აკეთებთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყოველთვის დაგიფასდებათ სიკეთე და ერთ სიტყვას კიდევ ვიტყოდი რომ მინდა სულიერ საქართველოს მიულოცო ახალი წელი თქვენს ტელევიზიას, რომელიც ფაქტობრივად ჩემი ადგილიც არის და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და ყველა სულიერ საქართველოს უსურვო ყოველივე საუკეთესო ახალ შობა ახალ წელს. დავაღამიერებთ